დღეს და გუშინ შესრულდა ზუსტად 1 წელი, რაც ჩვენი ბიჭები და გოგოები პატიმრობაში იმყოფებიან. მივესალმები, რა თქმა უნდა, რეჟიმის დღეებს და მხნეობას და გამძლეობას უსურვებ. მათ იციან ძალიან კარგად, რომ ჩვენ ვიბრძვით და ვიბრძვით ბოლომდე, სანამ მათაც არ დავიხსნით ციხიდან და სამშობლოს არ გავანთავისუფლებთ მარიონეტი ხელისუფლებისაგან. ხელისუფლება, რომელმაც მიტაცებული აქვს თავიანთი თანამდებობები, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრზე გავამახვილებ ყურადღებას, რადგანაც ის ებღაუჭება სკამს და მიტაცებული აქვს პრემიერ-მინისტრობა. ის არ არის ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრი დღეს საქართველოში. ჩაიდინეს ყველაზე დიდი დანაშაული მათ და ეს ვიცით ყველა ნოემბრის თვეში, სადაც მთელი საქართველო თითქმის გამოვიდა ქუჩაში მარიონეტი ირაკლი კობახიძის განცხადების გამო და ესენი ამბობენ, რომ უკანონო იყო ვითომ აქციები, უკანონო არ იყო აქციები, იყო კანონიერი და მათ გამოიყენეს ცხელმსადენი გაზი, გამოიყენეს წყლის ჭავლი, რომელშიდაც თურმე შეურიეს რაღაც ნივთიერება, რომელიც იყო ქიმიური ნივთიერება და თვითონაც აღიარეს ეს. ამიტომ ჩვენ არასოდეს აღარ შევწყეთ ბრძოლას, იმიტომ რომ მათ პასუხი უნდა აგონ ქართველი ხალხის წინაშე. აუცილებლად ჩვენ არ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა, დღევანდელ პროკურატურას, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, როგორი განაჩენი გამოიტანა პროკურატურამ ჩვენი შვილების მიმართ, იმიტომ რომ მათ არაფერი არ დაუშავებია და დღეს ისინი უკანონოდ იხდიან სასჯელს, არაფრის გულისთვის და თვითონ თურმე არ უნდა აგონ პასუხი. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. ამიტომ ყველანი აუცილებლად ძალიან გთხოვთ, ვისაც გული შეგტკივათ დღეს ქართველებზე, იქ არ მოწამლულან მარტო ჩვენი შვილები, იქ მოიწამლა, აი აქ სკოლა არის და დადიოდნენ ბავშვები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ახალ წელს როცა აქ მოვედით, ისე ვიდგა ამ ნივთიერების რაღაც სუნი და ცრემლების დენა იყო თვალებიდან და დიდხანს გრძელდებოდა ეს. ამიტომ საქართველოს მოსახლეობას ყველას, ვისაც გული შეგტკივა, აუცილებლად შემოგვიერთდით ხვალ 7 საათზე, საღამოს 7 საათზე ფილარმონიასთან მარშზე და იქიდან ფილარმონიიდან წამოვალთ მსვლელობით თავისუფლების მოედნისაკენ და ეს იქნება პროტესტის უკიდურესი სახე იმისათვის, რომ პასუხი აგოს მარიონეტმა ხელისუფლებამ და მოვითხოვთ აუცილებლად გაასაჯაროოს ხელისუფლებამ ის რა ნივთიერება იყო შერეული ამ წყლის ჭავლში.